რა რეფორმებს და პროექტებს გეგმავს მმართველი გუნდი ახალ 2017 წელს. ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ინფრასტრუქტურული პროექტები, საპენსიო რეფორმა, ახალი სამუშაო ადგილები და დასაქმებულთა უფლებები. ეს არის მთავრობის გეგმები. როგორ აპირებს ხელისუფლება მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და როგორ აფასებს მოსახლეობა მთავრობის ინიციატივებს? მარიამ აფციაურიგი ამბობთ. ხალხი დასაქმდეს და კმაყოფილი გახდეს. ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდეს. დასაქმება და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ასეთია ძირითადი მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც მოამბის რესპონდენტები 2017 წელს ხელისუფლებისგან ელოდებიან. როგორ უპასუხებს მმართველი გუნდი ამ გამოწვევებს მომდევნო 1 წელი გვაჩვენებს. ხელისუფლებამ უკვე დაანონსა ის მთავარი რეფორმები, რომლებმაც როგორც მთავრობის წარმომადგენლები გვპირდებიან, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვას ეხება, რომლის მიზანიცაა ხარჯები მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენას მოხმარდეს. იგეგმება პროექტში მედიკამენტების კომპონენტის გაფართოვებაც. სავარაუდოდ 2017 წლის პირველი ნახევრიდან სახელმწიფო მხოლოდ იმ მოქალაქეების მკურნალობას დააფინანსებს, რომლებსაც მცირე შემოსავალი აქვთ. შეძლებულ ადამიანებს კი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა თავად მოუწევთ. უკვე ითქვა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მიღმა 500,000 ადამიანი დარჩება. მოამბე მოქალაქეებს მიმართა შეკითხვით, რა მოლოდინები აქვთ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმისგან. Სუდია თავისთავად, რატოა ბიუჯეტს უჭერს და იმიტომ გეთება ასე. ვისაც არ ჭირდება, არ უნდა სარგებლობდეს საყოველთაო დაზღვევით. ზოგი სოციალურად დაუცველი სასტიკ პირობებშია და ზოგი პირიქით. ისეთებია სოციალურად დაუცველად აღიარებენ, რომელსაც ყველაფერი აქვს. ეს რეფორმა თუ უკუსულა არის. რაც შეეხება დასაქმებას, ხელისუფლებას კონკრეტულად 2017 წლისთვის გეგმები არ აქვს, თუმცა უახლოს 4 წელიწადში 200,000 სამუშაო ადგილის შექმნის პირობას დებს. სამთავრობო პროგრამის მიხედვით, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად 50,000 სამუშაო ადგილი გაჩნდება. 40,000 ადამიანი დასაქმდება ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის შედეგად. დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებამ კი ხელისუფლების დაპირების თანახმად 10,000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მეშვეობით მთავრობა 50,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ელოდება. 50,000 სამუშაო ადგილს კი მმართველი გუნდი ტურიზმის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით ვარაუდობს. ხელისუფლების მსგავსად მოქალაქეებიც ხედავენ თუ არა ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის პერსპექტივას 2017 წელს. 2017 წელს აუცილებლად გაიზრდება, იმედით ვართ. უნდა გაიზრდება, აბა რა სიზონს. არა მგონია. ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი სიმართლე გითხრათ. რასაც ირგვლივ უსმენ, ყველა უკმაყოფილოა ამ ეტაპზე, მაგრამ იმედი მაინც მაქვს. საპენსიო რეფორმა ცვლილება, რომელსაც ხელისუფლება წლები აანონსებს, სალაში ასევე 2017 წლიდან შევა. პროექტში მონაწილეობის მსურველები საკუთარი შემოსავლიდან 2%-ს გადაიხდიან. ამას სახელმწიფო და დამსაქმებელი 2% დაამატებს და პენსიაზე გასვლის შემდეგ პირი სახელმწიფო პენსიასთან ერთად ამ დანაზოგსაც მიიღებს. რა შედეგებს ელოდებიან მოქალაქეები დაგროვებითი საპენსიო სისტემაზე გადასვლის შედეგად. გონია რომ სწორია, იმიტომ რომ ევროპაში აკონტროლებულია ასპექტი. ყველა უნდა ეზრუნოს თავის ასაკში რო შევა, მე რომ რაღაც მიიღოს რა სახელმწიფოსგან, იმიტომ რომ ეს სისტემა ვერ ამატებს და არ ყოფნის პენსიონერებს. კიდევ ერთი ცვლილება დასაქმებულთა უფლებებს შეეხება. ხელისუფლება გეგმავს კომპანიებს თანამშრომლებთან დადებული ხელშეკრულებების შინაარსი გაუკონტროლოს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი დამსაქმებლებს ჯარიმები ემუქრებათ. დაიცავს თუ არა შრომითი ხელშეკრულებების გაკონტროლება დასაქმებულთა უფლებებს. იღბება დასაქმებულის პირადი უფლებები. ხშირად. ბევრ კომპანიაში არის ისე, რომ ეს შრომითი ხელშეკრულება უბრალოდ როგორც ფურცელი ისე აქვს გაფორმებული. რამდენად წარმატებული იქნება მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმები და როგორ აისახება ისინი მოქალაქეთა მატერიალურ და სოციალურ მდგომარეობაზე, ამას მოამბის რესპონდენტები უკვე 2017 წლის ბოლოს შეაფასებენ.